გამარჯობა, მე ვარ დუდუ მესხი. დღეს მე და ჩემი ოჯახი ქოთახევის მონასტერში და მაღალანთ ეკლესიაში ვიმყოფებოდით. ქოთახევი მე-12-მე-13 საუკუნის ძეგლია. მდებარეობს კასპში, მდინარე კავთურის სათავესთან. მონასტერს მრავალი ლეგენდა და თქმულება უკავშირდება. გადმოცემის მიხედვით ტაძარში ღვთისმშობლის სამოსლის წინაწელია ჩატანებული. აქვე ქრისტიანული ეკლესიის მნიშვნელოვანი სიწმინდე წმინდა იოანე ნათლისმცემლის წმინდა ნაწილი და ღვთისმშობლის მიძინების სასწაულმოქმედი ხატი. სამონასტრო კომპლექსის აგება ერთ-ერთი ვერსიით დავით აღმაშენებელს უკავშირდება. ზოგი მკვლევარი კი თამარ მეფის სახელს მიაწერს. ქოთახევის სამონასტრო კომპლექსში შედის მთავარი ტაძარი, სატრაპეზო კოშკი და სენაკები. ტაძარი მოხატული ყოფილა, მაგრამ ხანძარმა სრულიად განადგურა და მოგვიანებით კედლები თეთრად შეულესიათ. ფასადები და გუმბათი ჩუქურთმებითაა შემკული. ქოთახევი ფეოდალური ხანის ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია. მაღალანთ ეკლესია კი მე-12 საუკუნის ძეგლია. სოფელ წინარეხში მდინარე კავთურის მარცხენა ნაპირზე მდებარეობს. მე-14 საუკუნიდან იგი მაღალანძეებს ეკუთვნოდათ. აქედან მოდის მისი სახელწოდებაც. მანამდე ივანიძეების მფლობელობაში ყოფილა. კომპლექსი რამდენიმე ნაგებობას მოიცავს. მაღალანთ ეკლესიას, სამრეკლოს, საძვალეს, ზემო კოშკს, აფთიაქს და სხვა ნაგებობებს, რომელთა ნაშთებია შემორჩენილი. ეკლესია აგებულია ყვითელი და მწვანე ფერის ქვებით. შემკულია მდიდარი ჩუქურთმებით. მოხატულობის ფრაგმენტებია შემორჩენილი. ეკლესიას და კოშკებს გადმოყურებს ზემო კოშკი, რომელიც პაპუა მაღალანძემ ააგო. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, დამიწერეთ ლაიქები. გამოიწერეთ ჩემი გვერდი დუდუს და სესეს ფერადი სამყარო. მიყვარხართ!